ნინო ჰოჯასთან ერთად ვართ. ისევ. და ნინო მოკლედ სოციალურ ქსელში იყო ერთი ამბავი ატეხილი, ზეთი გაძვირდაო. მართალია. ხო და მე ხო იცი ცოტა გვიან ვგებულობ ხოლმე ესეთ რაღაცებს ამ ბოლო დროს განსაკუთრებით. და რომ მივედი სუპერმარკეტში მართლა გაჩერებული დამხვდა. მაგრამ ნუ მე ბუნებრივია ჩემი პრიორიტეტები მაქვს პროდუქტებში, იმიტომ რომ პროდუქტები იგივე ქიმია არის. რატომ? იმიტომ რომ ქიმიური ნივთიერებებისგან შედგებიან, შეიცავენ და რასაც მივაწვდით ჩვენს ორგანიზმს, იმით ვიპასუხებს. იქიდან გამომდინარე რომ მე მინდა რომ კარგად მიპასუხოს და დიდხანს მიპასუხოს, ამიტომ ვცდილობ რომ კარგი ნივთიერებები მივაწვდეთ. აი ესეთი მოვიტანე დღეს. მოდი გავხსნათ. და სწორიზეთი ვიყიდე. ამას ვიტყვი რატო ვიყიდე სწორიზეთი. ხო და რა ვიცი ეს ხალხი ზოგი ჭაჭას ასვავს, ზოგი ღვინოს ასვავს, მოდი ჩვენ ზეთი ჩამოვიხეთ და დავიღოთ. როგორც ვიცი, ზეითუნის ზეთი კარგია უზმოზე, ხო? უზმოზე კარგია და ისეც. ნახა არსებობს ჭაჭიც, დღეგრძელობა, ღვინით, რაღაც მთაში იციან ლუდიცა, დულჯეს. ზეთით ასოს არ გამიგია, მაგრამ გაგვიმარჯოს. ზეთის ხილი იყო ძველი დროიდან ცნობილი, უძველესი დროიდან იყო ცნობილი. და გეცოდინება შენ ზეთის ხილის ხის სამშობლოდ რა ითვლება? საბერძნეთი ითვლება, თუმცა დღეს ბუნებრივია ბევრი თურქეთში თავსია თურქეთის. კი ბატონო და ასევე ძალიან ხარისხიანად ითვლება ესპანური წარმოშობის წარმოების ზეითუნის ზეთი. ხა ნახე აქ აწერია ესეთი რაღაცა extra virgin. რას ნიშნავს შენი აზრით extra virgin? იმიტომ რომ ჯობია რომ ყოველთვის აი ასეთი დაწურვით ვიყიდოთ. საქმე იმაშია რომ ზეითუნის ზეთი არის ფაქტიურად ზეითუნის ზეთის ხილის წვენი. წურავენ მას ჩვეულებრივ ხელით, ცივი დაწურვით და ეს extra virgin არის პირველი დაწურვის ნაკადი. შემდეგ რაც რჩება ის იწურება ხელახლა და ეს არის virgin და შემდეგ უკვე რაც დარჩება კიდე ის იქნება მესამე დაწურვა და ნუ ის ანუ ეს უკვე ჩვეულებრივი ან თავარია პირველი დაწურვის. თავარი არის პირველი დაწურვის, იმიტომ რომ აი ყველაფერს ინარჩუნებს და მოდი ვთქვათ რას ინარჩუნებს. და რისთვის არის კარგი? და რისთვის არის კარგი? აი რატო უნდა მივიღოთ უზმოზე? ხო, რატო უნდა მივიღოთ უზმოზე და საერთოდ რატო უნდა გადავიხადოთ ზედმეტი ამაში და საკმაოდ ძვირიღებს სიამოვნებაა, ხო? კი, აი ჩვეულებრივ გაძვირებულ ზეთზე უფრო ძვირი ხის. ნინო და მაინც შენი აზრით რისთვის არის კარგი? როგორც მახსოვს კეთი ეს ძალიან კარგია, ანუ წრების მარეგულირებელი არის, ხო? დაუშვათ ეს. მე მახსოვს ათეროსკლეროზის. და როგორც სადღაც წავიკითხე ძუძუს კიბოს პრევენციისთვის, ხო? კი, მართალია და სხვა შორის იგივე ათეროსკლეროზე მინდა გითხრა რომ მე მიდევს აქ ვიდეო ათეროსკლეროზე და იმას რომ ამზადებდი რაღაცა წყაროებს გადავხედე და ესე იგი იტალიის მაგალითზე იყო მონაცემები რომ დღეში ინფარქტით და ინსულტით კვდება რაღაცა 1000-ზე მეტი ადამიანი დღეში და გადაამრავლე ეს ახლა 30-ზე, ხო? და ამის ანუ ინფარქტის და ინსულტის პროვოცირებელი არის სწორედ მაღალი ათეროსკლეროზი, ანუ ათეროსკლეროზული ფოლაკები, რომელსაც იწვევს ქოლესტერინი, დაბალი სიმკვრივის ქოლესტეროლი. მოკლედ აი ამას არეგულირებს, გარდა ამისა ის შეიცავს ომეგა-3 ცხიმოვან ჯავებს, რომელიც მეხსიერებისთვის ყველაფრისთვის ძალიან კარგია იმუნიტეტისთვის, მეხსიერებისთვის, თვალის ბადურას ყვებავს,
რა ვიცი, შინაგან ორგანოებს, აჯანსაღებს და სხვა შორის ავიცენას სამედიცინო ტრაქტატშიც. ეხლა ავიცენამ არ იცოდა მაშინ, რომ ომეგა-3-იო, მაგრამ ის იცოდა, რომ ზეითუნის ზეთი იყო სასარგებლო ორგანიზმის. და რამდენი ხანი უნდა ვსვათ? თეი ცხოვრება ყოველდღიურად? ეს უნდა იყოს ცხოვრების სტილი. ეხლა ყოველდღიურად ასე არ არის, რომ გავიღვიძე და ზეითუნის ზეთი დავლიე, ხო, მაგრამ ცხოვრების სტილი უნდა იყოს ის, რომ ცალად, მწვანე მასა მივიღო და ამ მწვანე მასას დავამატო სწორედ ეს extra virgin ზეითუნის ზეთი და არავითარ შემთხვევაში არ გამოვიყენო ეს ზეთი შესაწყავად. აი რატო არ შეიძლება მაგალითად? იმიტომ რომ ეს შეიცავს უჯერცხიმოვან მჟავებს, რომლებიც თერმული დამუშავებისას მოდი ვთქვათ, რომ კარგავენ თავის თვისებებს და გარდა ამისა იმ ურმაგი ბმების ხარჯზე, ისინი ძალიან რეაქციის უნარიანები არიან და კარცეროგენებს წარმოქმნიან ელემენტარულს. და ვისაც შეიძლება იყოს დადებითი ჩვენთვის გვიბრუნდება არასწორი მოხმარების შედეგად უარყოფით და ეს ძუძუს კიბოს პრევენცია რო ახსენე პირიქით ძუძუს კიბოს განვითარების ძალიან კარგი საფუძველი შეიძლება გახდეს და არა მხოლოდ ძუძუსი ნებისმიერი ორგანოსი რაც რეალურად თავარი ადამიანმა იცოდეს რა მიიღოს და როგორ კი ბატონო რა მიიღოს და როგორ და იქნება ჯანმრთელი და ახალგაზრდა კიდევ არის მაგალითად აი ომეგა-3-ის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ პირველ ადგილზე არის სელიზეთი გაგიგია სელის მარცვლები კი აი ნებისმიერ აფთიაქში სუპერმარკეტში არის სელიზეთი რომელსაც აი მე ვიყენებ დრო და დრო აი რაღაცა პერიოდები ვყიდულობ ერთ პატარა ბოთლს და დილაობით ვსვავ და მინდა გითხრა რომ არის აი ეს ხო არის რაღაცნაირი მწყლარტე გემოს ასეთი უნდა იყოს აი ეს გემო ზუსტად გეუბნება რომ ეს არის ნაღდი ზეითუნის ზეთი პირველი დაწურვის და სელი კიდევ უფრო რაღაცნაირი გემოსი არის, მაგრამ თუ აი ამაში 100 მილilitrზე არის 0.7 გრამი ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავები, სელში არის 5 გრამი. ანუ უფრო მეტი. და მესამე საპატიო ადგილზე მოდის მზესუმზირის ზეთი 0.1 გრამი არის. არის კიდე ვიტამინი ტოკოფერული, რომელიც ახალგაზრდობის ვიტამინად არის ცნობილი. იმიტომ რომ ჩვენს ეპიდერმისში ანუ კანში უზრუნველყოფს კოლაგენის და ელასტინის სინთეზს, ანუ აქტივატორი არის ამისი ერთ-ერთი ფაქტორი გახლავთ და ჩვენი სახის კანის კარკასი სწორედ აი მცილებისგან შედგება კოლაგენისგან განსაკუთრებით. ასე რომ აი მხრივად ძალიან მნიშვნელოვანია. კარგი, ეს გავიგეთ, რომ ყიდულობთ extra virgins რამდენჯერ ვამბობ ახლა ამას კარგად გაიგოს ხოლმე. რეკლამა ხო არ გამოგდის? მე არ ვამბობ იმას, რა ქვია, ანუ საფირმო ნიშანს არ ვამბობ და ზეთია რა ვიცი. ზეთია, მაგრამ ნახე, ხო ასეთი შეკითხვაა. ეს იყიდება აი რაღაც რა ვთქვა, მეტალის ქილებშიც და იყიდება პლასტმასის ქილებშიც, ანუ პლასტმასის ბოთლებშიც იყიდება, რომელი უნდა ვიყიდოთ? ხო, და რომელი უნდა ვიყიდოთ შენი აზრით, როგორ? ალბათ შუშა, რა თქმა უნდა, შუშა. აუცილებლად შუშა უნდა ვიყიდოთ, აი ესეთი დაბურული მინით და შევინახოთ როგორ. სტილში. ხო. ალბათ ადგილას, ანუ სინათლეზე არ უნდა იყოს, მაცივარი და ასე რაღაცა არ უნდა მას. ოთახის ტემპერატურაზე, მაგრამ ბნელი ადგილი იმისთვის არის საჭირო, რომ არ მოიმატოს მის მომჟავიანობა. ანუ აი ის მოკლედ აი ეს უჯერი ცხიმოვანი მჟავები რაც არის, მანდ არ დაიწყო მათ დაჟანგვის პროცესები და შესაბამისად საუკეთესო ზეთი ითვლება საუკეთესოდ, თუ მისი მჟავური რიცხვი 0.8 მაჩვენებლის ფარგლებში, ანუ იმაზე მაღლა, უბრალოდ იმაზე დაბლა არ არის. და სხვა შორის აი აქ უკან აწერია ამას აი ძალიან ისე წვრილად, აქ წერია მჟავიანობაც მისი 0.8 არის ამისი. სწორედაც რო და ნუ ეს უნდა შევინარჩუნოთ. როგორ იღებ შენ, ანუ მწვანე მასასთან? ნუ ზაფხულში სალათებში. ხო, სალათებთან ერთად. დრო და დრო, ვშოთ, ნუ ზამთრის პერიოდში ალბათ უფრო ერთი ჩაის კოლზე.
ყოველდღიურად უსმოზე, კვირაში შეიძლება 3-ჯერ, 4-ჯერ. ყოველდღიურად მოგატყუებ, რომ 7 დღის განმავლობაში კვირაში. ბარ. 1-2 3-ჯერ. 7 დღის განმავლობაში კვირაში არც არის საჭირო. საჭირო არა, უბრალოდ თუდად კვირაში 2-ჯერ მიეწოდოს ორგანიზმს იგივე სალათებთან ერთად, ან ისე როგორც ახლა ჩვენ დავლიეთ. და შეგვიძლია ლიმონიც დავამატოთ. მე ზოგჯერ ლიმონსაც ვაწურავ ხოლმე სალათებს, იმიტომ რომ და ასეთ შემთხვევაში უკვე აღარ გჭირდება მარილი, აი ვინც მარილზეა მიბმული. აი თურქებს უყვართ მაგალითად ჩობან სალათას უწოდებენ, ამ ჩვეულებრივ უბრალო სალათას. ზეითუნისეც მოაყრიან და მე მოსხავენ და მე აუცილებლად დააწურავენ ლიმონს. ის ჩობან სალათა მევსიმ სალათის ჩვეულება, ჩობან ხო არის მწყემსი, ანუ უბრალო ჩვეულებრივ მწყემსი ცეზარს ვერ გააკეთებს. ამიტომ ჩვეულებრივ სალათას გასაგებია. ძალიან კარგი. მოკლედ ყველაფერში ქიმია, როგორც ხედავ. ცხოვრება ქიმია. ცხოვრება ქიმია. კარგად იყავით. კარგი დროებით.